9 აპრილს 21 მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის არასრულწლოვნები, ორსულიც. უმრავლესობა ქალი იყო. 427 ადამიანი დაშავდა. საბჭოთა კავშირი ძალიან ძლიერი იყო მაშინ და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქართული ხალხი ამდენს გაბედავდა და მათმა თავგაწირვამ შედეგი დადო. მივედით ზუსტად იმ სასწაულამდე, რომ დღეს საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. აი ეს ძველი თაობა, რომელიც საბჭოთა კავშირში თუნდაც 1920-იანი წლებიდან მოყოლებული ამ ყველაფერს გადიოდა, მან გაიარა 37 წლის რეპრესიები, მან გაიარა ბევრი სტალინის კულტის დაგმობა გაიარა. ქართული ენის თითქმის დაკარგვა გაიარა და ეს ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან ერთი რაღაცისთვის. ეს არის თავისუფლების იდეა, რომელიც საბჭოთა კავშირმა წაგართვა და ამ ხალხმა 21 ადამიანმა და კიდევ მრავალმა სხვა მოგიპოვა. 16 წლის გოგო გამახსენდება ყოველთვის, რომ მან მე რომ აქ დღეს თავისუფალი, აი თქვენ გესაუბრებით თუნდაც მომიტანა ეს თავისუფლება თუნდაც მე რომ ეხა თქვენ არ მიშლით იმას, რომ აი ესე თქვი და არა ასე თქვი. მე რომ არ მაქვს რაღაცა პროცედურები გასავლელი წიგნი როგორ დავწერო და რა ნარატივით დავწერო. საქართველოში პროტესტის შემდეგ სხვა საბჭოთა რესპუბლიკებშიც გაჩნდა პროტესტის მუხტი. 1 წლის შემდეგ ბაქოში მოაწყო რუსეთმა შავი იანვარი, მაგრამ თავისუფლების ტალღა ვერ შეჩერდა და 1991 წლის გაზაფხულზე საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სიმბოლურად 9 აპრილს. აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. საბჭოთა კავშირს ეგონა, რომ დღესაც იგივე ის აქვს, მინდა გითხრათ, მექანიზმი ხალხის მართვის აჩვენებს ისეთ რაღაცებს, აგიტაცია ხდება, პროპაგანდა ისეთი რაღაცების, რაც თითქოს და ხალხს აშინებს, მაგრამ თვითონ გამოუთხარა საკუთარ თავს საფლავი, მოდი ასე ვთქვათ. კი, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამას ჩვენი ისტორიის არაერთი ფაქტი ადასტურებს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თუმცა როცა შენ სამშობლოს ეხება და შენ ქვეყანას და შენ მოქალაქეებს. ლევანი გიორგი ანწუხელიძის შვილია. სხვა დროში, ასევე რუსეთს შეწირული, ქვეყნის დამოუკიდებლობის დამცველი გმირის შვილი. ყველაზე დიდი მაგალითი მთელი ცხოვრების მანძილზე და ვიგროვ, რომ ისი მაგალითი უნდა უმოძრავა და მას მიგვაძო. ესეთი მაგალითები ერისთვის გარკვეული მოტივი არის, იმიტომ რომ როცა ხედავ, რომ შენ თანამოქალაქე ესეც აქციებს აკეთებს, შენს გინდა რომ მიბაძო მას და ასე ვთქვათ, მენტალიტეტი გიყალიბდება პატრიოტის. ყველაზე დიდი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საქართველოს დღეს აქ არის. ჩვენ მოგვცეს თავდაჯერებულობა, წმენა და ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას დამოუკიდებლობა და ეროვნული. ქვეყნის ისტორიაში ასეთი მაგალითები იყო ალბათ საფუძველი თუ ბიძგი ყოველი შემდეგი თავგანწირვის, თავისუფლების ფასის მაგალითად ქცევის. ამ მაგალითებით ქვეყნის იდენტობა იქმნება. 1989 წლის აპრილის პროტესტს გამოხატვის ერთი საინტერესო ფორმაც ჰქონდა. რუსთაველის ჭადრებზე ხელნაწერის ტრიქონები იყო მიკრული. აღარ მიყვარხარ აპრილო სისხლიანი გაქვს კალთაო. ამ საფლავში დაჩეხილნი ბარითა და კედები, წვანან ჩვენი მოშიმშილე შვილები გადედები. რომ მტრის ჯინაზე არ დავეცე და კი არ გავქრე, ამოვიზარდო, აღმოვცემდი მოთმინებიდან. ბარნიჩბის გაგვილახეს გაზაფხული, ნატრა აუსრულეს ბატონებს. მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა, დარჩა თბილისი და ადირდა. რუსთაველის პროსპექტზე თავდახრილი ბავშვებიც ჩემსავით ვერდებიან. ჩემო სამშობლო, ჩემო ერო, ჩემო ქალაქო. უიარაღო სიარაღით როცა გებრძვიან, ეს იმას ნიშნავს, ძლიერი ხარ უიარაღო.